მე მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო, საზოგადოების ყურადღება მივაქციო რამდენიმე ახალ ფაქტს, რომელიც ეხება ადამიანების დევნას მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი არიან ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები. ამჟამად ლაპარაკობ ჩვენს ორ მხარდამჭერზე სოფელ შინდისში, სადაც ქალბატონი ირმა ბაკუნაშვილი და ბატონი დავით ზოზიაშვილი. მათ აიძულებენ დღეს რომ დაწერონ განცხადებები და დატოვონ თანამდებობა, რაც ისინი არ აკეთებენ და ამის შემდეგ უკვე ვიღაცის დავალებით ხდება ის რომ მაგალითად ქალბატონი ირმას წინააღმდეგ დაწყებული არის ადმინისტრაციული საქმის წარმოება ეთიკური ნორმების დარღვევის ასე ვთქვათ ფაქტზე, მაგრამ საინტერესო ის არის რომ ეს ეთიკური ნორმების დარღვევა ასევე არსად დასრულდება. კერძოდ არის ლაპარაკი იმ ეპიზოდზე, როდესაც კახი კალაძე ამოვიდა სოფელ შინდისში, მოსახლეობას ხვდებოდა და თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ეს ჩანაწერი, იმიტომ რომ არსებობს ინტერნეტში, სადაც ქალბატონი ირმა თავიდან დგას, საერთოდ არც არაფერს ამბობს, არც არაფერს აკეთებს, მას ჟურნალისტი ეკითხება, რომ ის აქ რატო არის, ერიდება თავიდან ჟურნალისტს, ამის მერე კიდე არის განმეორებით კითხვა, შემდეგ უკვე მოსახლეობიდან ყოფი საზოგადოებიდან ვიღაცა კიდე რაღაც ამბობს და ხოლმე ამის შემდეგ ერთვება, თუმცა ამ ჩართვის შემდეგაც უბრალოდ აფიქსირებს თავის აზრს, იქ არ არის შეურაცხყოფა, იქ არ არის რაიმე სახის ზეწოლა ვინმეზე და სრულიად წარმოუდგენელია ამ ფაქტზე ეთიკური ნორმების ეს ფაქტი, როგორ უნდა განვიხილოთ ეთიკური ნორმების დარღვევად. ფაქტი ის არის, რომ ეს ფაქტები, ესეთი შემთხვევები გრძელდება სამწუხაროდ, მე ახლა ორი გვარი დავასახელე და ორს არ ვასახელებ, იმიტომ რომ თვითონ იკავებენ ჯერჯერობით თავს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მხრიდან იყო რჩევა, რომ ამისი განსაჯაროება მომხდარიყო ახლავე, თუმცა მე ვფიქრობ, რამდენიმე დღეში ამაზეც მომიწევს საუბარი. ეს ჩემი თხოვნა თქვენს მიმართ მობრძანებული იყავი და მე ეს განცხადება გამეკეთებინა გამომდინარეობს ერთი სურვილიდან. მე მინდა ვთხოვო რაიონის გამგებელს, ბატონ პაპუნა ობერიძეს, რომ კარგად შეისწავლოს ეს საკითხები და ჩვენ ერთად არ დავუშვათ ადამიანების უფლებების დარღვევის, მათი დევნის ახალი ფაქტები რეგიონში. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არ მომიწევს და არ მოგვიწევს, რომ დავუშვათ რაღაცა ხმაურიანი დაცვა დავიწყოთ ხალხისა, იმიტომ რომ მე ჯერა, რომ ეს არის ჩვენი საერთო ინტერესი, რომ ვიცხოვროთ ცივილიზებულ შვიდ გარემოში და მივცეთ პროფესიონალებს მუშაობის საშუალება. ეს ადამიანები, ვიზეც მე ვსაუბრობ, არ არიან ხელწამოსაგრაბი ხალხი. მე შევისწავლე სიტუაცია და მათ აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა მიმდებარე სოფლებში. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამის დემონსტრირება არავის არ დაჭირდება და ეს შვიდ გარემოში და შვიდ რეჟიმში დარეგულირდება ყველაფერი. კიდევ ერთხელ მე მინდა მოუწოდო რაიონის გამგებელს, იმიტომ რომ ის იქნება ახლა გადაწყვეტილების მიღები, რომ კარგად შეისწავლოს ეს საკითხი. მე უკვე შევისწავლე და ჩემი მარწმენით იქ არანაირი რეალური საფუძველი იმისა, რომ ადამიანები გამანთავისუფლდეთ სამსახურებიდან არ არსებობს.